მე მიყვარს როგორც ფუტკარი, ისე თაფლი. 50 წელია ჩვენი ოჯახი მისდევს მეფუტკრეობას. ჩემი მამამთილი აწარმოებდა თაფლს, იმის შემდეგ 30 წელია მე აქ ვცხოვრობ, ბრძალი ვარ. სპეციალობით პედაგოგი გახლავართ, მაგრამ დავინტერესდი ამით და ეხლა წელიწადში ვაწარმოებთ 300-დან 400 ლიტრამდე თაფლს. გააჩნია ამინდს, როგორი ამინდი იქნება და ყვავილობას. გვაქვს ძირითადად ორი სახეობის თაფლი. ერთი არის აკაციისა და მაყვლის თეთრი თაფლი და მეორე გვაქვს წაბლისა და ცაცხვის თაფლი, მუქი ყავისფერი შავ თაფლს ეძახიან. ძალიან სასარგებლოა ორივე თაფლი ჯანმრთელობისათვის. მუხურში დაარსდა კლასტერი. ამ კლასტერში გავწევრიანდი მეც. კლასტერისგან დაფინანსებული ვარ, საოჯახო სასტუმრო დაფინანსდა ჩემი. მაქვს ჩემი ნატურალური პროდუქტი ოჯახში და მათ შორის განსაკუთრებული არის თაფლი. მუხურის თაფლი გამორჩეულია სხვა თაფლებს შორის, იმიტომ რომ თვითონ ფუტკარი არის გამორჩეული, მას აქვს ძელი ხორთუმი, ამითი გამოირჩევა ჩვენი ფუტკარი და აი ამიტომ პროდუქტიც გამოდის საუკეთესო. ვოცნებობ აპის სახლზე. აპითერაპია ერთ-ერთი საუკეთესო გამაჯანსაღებელი თერაპია არის ადამიანებისთვის და ეს არის ჩემი დიდი ოცნება, რომ მქონდეს ეს. ვასწავლი საასკოლო მზაობის ჯგუფს და მინდა ერთ-ერთი პროექტი თემა იყოს ჩემი ერთი კვირის პატარა მეფუტკრეები. ამაზე ვოცნებობ და დაგეგმილი მაქვს ეს როგორ გავაკეთო. შევაყვარო თემამ წერებიდან გამომდინარე ფუტკარი. თვითონაც ამ მეუბნებიან ხოლმე რომ სასარგებლო მწერი რომელია ბავშვებო ფუტკარი. რატომ? იმიტომ რომ გვაძლევს თაფლს და ესე იგი ბავშვობიდანვე ამ პატარებს გავუღვივდეთ ამ ფუტკრისადმი და თაფლისადმი. თაფლი რა თქმა უნდა უყვართ, მაგრამ როგორ მოდის თაფლი და საიდან იწარმოება თაფლი, ესე იგი ამ წერი ფუტკრისაგან დიდი სიყვარული გავუღვივდეთ ბავშვებს და ამის პროექტს ვგეგმავ და არ ვიცი როგორ განვახორციელებ, ალბათ გამომივა. მე გახლავართ ლანა ნაჭყებია, მეფუტკრე ქალი მუხურიდან.